ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების მოახლოებული შეხვედრის ფონზე ჰონგ-კონგის ბაზრებზე ცვლილებები მინიმალურია. ინვესტორები დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის მოლოდინში არიან, რომლებს შორისაც ტარიფებსა თუ სხვა საკვანძო მიმართულებებზე შეთანხმებებმა შესაძლოა საფინანსო სექტორზე პოზიტიური ასახვა პოვოს. თუმცა ინვესტორების ნაწილი განსაკუთრებულ მოლოდინებს არ ამყარებს. ფინანსური კომპანია Venture Smart Asia-ს დამფუძნებლის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სამედზე წამგებიანი პოზიციით ჩადის, რაც შედეგებს ვერ მოიტანს. Trump has been too occupied. დონალდ ტრამპი ზედმეტად იყო ირანით დაკავებული. ფიქრობდა, რომ ირანის კრიზისს ორ კვირაში მოაგვარებდა, თუმცა უკვე ერთი თვე გავიდა და საკითხი კვლავ ღია. სწორედ ამიტომ ის ჩინეთში მიდის დაუმთავრებელი და გადაუჭრელი საქმეებით. ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ ჩინეთში მნიშვნელოვანი და შინაარსენი ვიზიტი დაგეგმოს და გამართოს. ამიტომ მისი ჩინეთში ვიზიტისგან ბევრს ველოდებით და არც იმას უნდა ელოდოთ, რომ აზიის ბაზრები მის ვიზიტს პოზიტიურად გამოეხმაურებიან. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, ან ჩინეთში ვიზიტი საერთოდ უნდა გააუქმოს. ეს მისთვის მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის ვიზიტია. მას სურს მსოფლიოს იმპერატორივით მიირგებონ და პატივი მიაგონ. ეს მხოლოდ მისი თავმოწონების დემონსტრირებაა და მეტი არაფერი. ხალხი მას ამის გამო ზემოდან შეხედავს ნამდვილად. His trip to China. სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი სამიტი 13-15 მაისაა ჩანიშნული პეკინში. წინასწარაა ცნობილი საკითხები, რომლებიც მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერმა უნდა განიხილონ. მათ შორისაა ტაივანი და მისი შეიარაღება. ვაშინგტონმა იცის, რომ პეკინი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის წინააღმდეგია, რომელსაც ის კუნძულს სამხედრო თვალსაზრისით უწევს. საკვანძოა ირანის თემაც, რომელთანაც ჩინეთს ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვს, მათ შორის ნავთობის იმპორტის თვალსაზრისით. ჰორმუზში შექმნილმა კრიზისმა პეკინი მნიშვნელოვნად აზარალა, თუმცა ამ მხრივ ჩინეთი ამჟამად მაინც ყველაზე დაცულ სახელმწიფოდ გამოიყურება მის ხელთ არსებული საწვავების მარაგების გათვალისწინებით. The Taiwan issue is enormous for both sides. ტაივანის საკითხი ორივე მხარესთვის უზარმაზარი მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის იმის გამო, რომ მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კი იმიტომ, რომ ტაივანი ახლო პარტნიორია, თავისი გეოგრაფიითა თუ დემოკრატიით. ამიტომ ტაივანი როგორც ეკონომიკურად, ისე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს თემა ამ მოლაპარაკებების მთავარი ნაწილი იყოს. საუბრის დიდი ნაწილი ირანში მიმდინარე ომს დაეთმობა, რადგან ეს გლობალური ეკონომიკისთვის დიდი შემაფერხებელი ფაქტორია. და ისევ და ისევ. ჩინეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს ირანზე გავლენის მოსახდენად. ისეთი გზებითა და ბერკეტებით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს პრაქტიკულად აღარ გააჩნია. ირანზე დაკისრებული სანქციების ფონზე. ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად სტაბილურია და დედაქალაქების სურთ ასეთად დარჩეს. სწორედ ამიტომაა, რომ განსაკუთრებული გარღვევების მოლოდინი წინასწარ არ არსებობს. ცნობილია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი განიხილავს ბირთვული შეიარაღებისა და ტექნოლოგიურ საკითხებს, შეეხებიან ხელოვნურ ინტელექტთან და კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებულ მიმართულებებსაც. საგულისხმოა, რომ ეს ჩინეთში დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტია თითქმის 10 წლეულის მანძილზე. ბოლოს ის სი ძინპინს პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს 2017 წელს სტუმრობდა. სულ ბოლოს კი პრეზიდენტები 2025 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეაში შეხვდნენ ერთმანეთს.